პავლე მოციქული ამბობს, ამაოა ჩვენი რწმენა თუ არ ვირწმუნებთ ქრისტეს აღდგომას. და მაინც რას ნიშნავს სიტყვები ქრისტე აღსდგა? რას ნიშნავს იგი ახლა, ამჟამად, როცა უკან დარჩა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, როცა ხვალიდან ყველანი ვუბრუნდებით ჩვეულ, რეალურ, ყოველდღიურ ყოფას. წინ მთელი ბრწყინვალე შვიდეული გვიდევს, შვიდეული, რომელიც ბევრით გამოირჩევა წლის სხვა კვირათაგან. ამ შვიდეულში ტაძრებში ყველგან ღია აღსავლის კარი, ნიშნად იმისა, რომ ჩვენთვის, ადამიანთათვის გახსნილია ცის სასუფეველი. აღდგომის დღესასწაული არის არა მარტო თითოეული ქრისტიანის ყველაზე დიდი სასიხარულო დღე არის, არამედ მათთვისაც ვინ ჯერ არ არის ქრისტიანი და საერთოდ კაცობრიობისთვის ეს არის მარადიული დღესასწაული, რომელმაც კაცობრიული სიმძიმე, ცოდვის შედეგები გამოასწორა, თვითონ მიიღო ცოდვილი ბუნება ადამიანის და ჯვარცმით ის გამოისყიდა და განაღმრთო და ამით აღიყვანა ის ცათა სასუფეველში. აღდგომა ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს თანამონაწილეობა ამ უდიდეს დღესასწაულში არის ქრისტესთან თანააღდგომა, მარადიულ სამყოფელში შესვლა, მაშინ როცა ქრისტეს გარეშე ეს შეუძლებელია. შაბათამდე ყველა დღეს ლიტურგიის შემდეგ იმართება ლიტანიობა. ბრწყინვალე შვიდეულში ცხადდება მსგებსი და ამ კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს ადამიანები აღარ მარხულობენ. ასე იქცევა მთელი კვირა თითქოს ერთ მთლიან საზეიმო დღედ. ქრისტეს აღდგომიდან მთელი 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით ქრისტე აღსდგა. და ასე მოდის 2000 წლის წინ მომხდარი აღდგომიდან მოყოლებული. ქრისტემ საფლავში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თავისი აღდგომით დაასრულა სიკვდილის მეუფება, რომელიც ადამიანზე ადამიდან მოყოლებული ქრისტეს აღდგომამდე ბატონობდა. ქრისტემ გოლგოთაზე ჯვარცმისას გამოისყიდა ჩვენი წინაპრების ცოდვები, ხოლო აღდგომით უკვე გააუქმა ამ ცოდვებისათვის ადამიანთათვის დადებული მსჯავრი. ქრისტემ თავისი აღდგომით განგვიცხადა იმ საყოველთაო აღდგომაზე, რომელიც კაცობრიობას მომავალში ელისდა, როცა ადამიანთა სულები სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სხეულებს უკვე ფერნაცვალნი, უკვე განსულიერებულნი, უკვე უკვდავნი. აღდგომას აუცილებლად წინ უნდა სდევდეს ჯვარცმა. ეს არ არის უბრალოდ სასიხარულო ფაქტი, მომხდარი ერთ მშვენიერ დღეს, არამედ ეს არის დიდი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მიტანილი გოლგოთის მთაზე ის ტვირთი, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ესევე ყოველი ადამიანი აგროვებს თავის ცხოვრების განმავლობაში და ის, ვინც თანაჯვარს ერწმევა ქრისტეს, ის მასთან ერთად აღდგება მარადიულ სამყოფელში. ყველა რწმუნება, რასაც ადამიანის გონება ამტკიცებს ჩვენი სულების უკვდავების შესახებ, არაფერია ქრისტეს აღდგომასთან შედარებით. ამ აღდგომით მოგვეცა არა მხოლოდ იმედი, არამედ რწმენა ჩვენი მომავალი მკვდრეთით აღდგომისა. ქრისტეს ჯვარცმისას სიკვდილი შევიდა ღმრთაებაში და მოინდომა მისი დათრგუნვა, მაგრამ დაგებული ხაფანგივით მასშივე განქარდა. მას შემდეგ ყველა ამ ქვეყნიური დღესასწაული გაფერმკრთალდა ამ დღესთან შედარებით. ამიტომაცაა ქრისტეს აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმი. ამიტომაც სწორედ მას და მხოლოდ მას ეწოდება ბრწყინვალე დღესასწაული. და ეს უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული დადგინდა ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან. თუმცა იგი მაშინ მხოლოდ იესო ქრისტეს გარდაცვალებას ეძღვნებოდა. ეს დღე თავდაპირველად მთელ აღმოსავლეთში ნისანისთვის მე-14 დღეს აღინიშნებოდა. დღეს, როცა ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლამდე ღვთის უწყებისა ებრმოამზადეს საპასექო კრავი, რომელსაც შემდეგ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი და წმინდა მამები გადმოგვცემენ, მოჰყვა იესო ქრისტეს ჯვარცმა. მამათა სწავლებით ებრაელთა საპასექო კრავი ქრისტეს წინასახია და ამიტომაც მოიხსენიებს წმინდა წერილი ქრისტეს ასე: ღვთის კრავად, საპასექო კრავად, პასკად. ამ დღეს იმპერატორები პატიმრებს, მდიდრები კი მონებს ათავისუფლებდნენ. ღატაკებისათვის ხელისუფლება სხვა კერძო პირებთან ერთად გასცემდა მოწყალებას. შეხვედრისას ადამიანები ამ დღეს ერთმანეთს უწვდიდნენ წითლად შეღებილ კვერცხს სიტყვებით: ქრისტე აღსდგა. ამ ტრადიციას კი საფუძველი დაუდო მარიამ მაგდალინელმა, რომელმაც იმპერატორ ტიბერიუს სწორედ კვერცხი გაუწოდა და აცნობა ქრისტეს აღდგომა სიტყვებით: ქრისტე აღსდგა. იმპერატორი გააკვირვა ამან და არც დაუფარავს თავისი გაკვირვება. განა შეიძლება მკვდრის აღდგომა, ეს ხომ ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს.
და როგორც გადმოცემა გვიამბობს, მის და კიდევ უფრო გასაოცრად კვერცხმა მის თვალწინ იწყო თურმე გაწითლება. იმ დღიდან კვერცხი იქცა იმ საფლავის სიმბოლოდ, რომელიც თავის თავში მოიცავს სიცოცხლეს, ხოლო წითელი ფერი იესო ქრისტეს მიერ ჩვენი ცოდვებისთვის სიკვდილად გამოსასყიდად დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. ბრწყინვალე შვიდეულში ხდება არტოსის კურთხევა და მისი ნაწილების დარიგება მორწმუნეთათვის. ეს ნაწილები სასოებით მიაქვთ ქრისტიანებს შინ და მთელი წლის მანძილზე იზოგავენ. მორწმუნენი სახლებშიც აცხობენ პასქას. ამ ერთგვარ საოჯახო არტოსს და შეღებილ კვერცხებთან ერთად მიაქვთ ტაძარში საკურთხებლად. ბევრს ჯერ კიდევ ვერ განმტკიცებულს ქრისტეს რწმენაში ამ დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ისევ ეჭვები იპყრობს. ირგვლივ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევისია, როგორც მანამდე იყო. სულ მცირეოდენითაც კი არ შეხებია ამ დღესასწაულის მადლი არაფერს. მას რაღაცი მდგომარეობს სიტყვების ქრისტე აღსდგას ძალმოსილება. ძალიან აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლებული კვირა, რომელსაც ქვია ანტიფასხა. ანუ ქართულად ეს არის კვირაცხოვლობა. ეს უმნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან აქ არის ხსენება თომა მოციქულისა, თომა, რომელიც ასე ვთქვათ, ურწმუნო იყო და სანამ თავისი თვალით არ იხილა მკვეთრით აღმდგარი უფალი, მანამდე არ ჯეროდა. და საერთოდ ამ კვირას რაღაც რწმენის დღესასწაულათაც მიიჩნევენ, თუმცა აქ არ არის უბრალოდ ურწმუნო ადამიანის შემდეგ სარწმუნოებაში მოყვანის მოქმედება, არამედ თომას თუ ჩაუფიქრდებით აი ამ ნიშნულობას თომა მოციქულის სიტყვებისას, ნახავთ რომ თომას უნდოდა არა უბრალოდ დაჯერება იმისი, რაც მანამდე მოხდა და მოციქულებმა მას მოუყვეს, არამედ პირადი მონაწილეობა აი ამ აღდგომის საქმეში. რომ მას უნდოდა რა თვითონ ეხილა თავისი ხელით შეეგრძნო. ეს მნიშვნელოვანი რამ არის ყველა ადამიანისთვის, ვინაიდან აღდგომა მოხდა, ეს არის რეალობა, ეს არის ახალი რეალობა და ყოველმა ადამიანმა, ისევე როგორც თომამ, უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა, თავისი ხელით და თავისი ცხოვრებაში უნდა გაატაროს ის, რაც მოხდა ერთხელ უკვე მაცხოვრის იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომით. ასე რომ თითოეული მორწმუნესთვის მნიშვნელოვანია ეს დღე, იმით რომ ის თანამონაწილეობს ქრისტეს აღდგომაში. სწორედ ჩვენ მორწმუნეებს გვეკიცრება პასუხისმგებლობა სხვებში რწმენის გაღვივებისა და გავრცელებისა. განა ართულიდნენ უძველესი ქრისტიანები თავიანთ რწმენას რელიგიად კი არა, კეთილ უწყებად, სახარებად და თავიანთ დანიშნულებად სწორედ ამ კეთილი უწყების ხარება და გავრცელება მიაჩნდათ. ამიტომაც გადაგებდნენ ერდოებიდან იმას, რაც თავად სმენოდათ. აღდგომის დღეს იკითხება იოანე ოქროპირის ქადაგება, ეს ლიტურგიის შუაშია, წირვის დასაწყისი, ცისკრის დასასრულსა და წირვის დასაწყისი, სადაც ბრწყინვალე სიტყვებს ამბობს იოანე ოქროპირი და ეს ქადაგება მნიშვნელოვანია, ჩართულია სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, თავისი ამ სიდიადით. ეს ფაქტიურად არის ყველაზე მოკლედ გამოთქმული აღდგომის, მაცხოვრის აღდგომის შინაარსი. და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდ დღესასწაულო დროს არის აღსავლის კარი ღია, ვინაიდან აღსავლის კარი ცათა სასუფეველის კარის სიმბოლოა და სახეა. ეს კარი ღია რჩება მთელი კვირის განმავლობაში, აი კვირაცხოვლობამდე და ამით განასახიერებს ეკლესია მაცხოვრის მკვეთრით აღდგომის უდიდეს მნიშვნელობას, რომ დაიმსხვრა ჯოჯოხეთის კარი და ვეღარ აკავებს ის ადამიანთა სულებს და ღია სამოთხის კარი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ქრისტე უმნიშვნელოვანესი იყო თავის ცხოვრებაში. აღდგომის დღესასწაულზე მიღებული სიხარული მთელი წლის მანძილზე მიგვყვება და კვლავ გვავსებს რწმენით, რომ ქრისტე აღსდგა და მასთან ერთად ჩვენც აღსდგებით. Christe, Afghan Preti.
ქრისტე აღსდგა. აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება, რომელთა ნაწილი მხოლოდ გადმოცემით ვიცით. ნაწილი კი დღესაც აღდგომის აუცილებელი ატრიბუტია. წითელი კვერცხები, ჯეჯილი, არტოსი, პასკა, სხვადასხვა სახალხო თუ რელიგიური წესჩვეულებები. ეს ყოველივე ამშვენებს და თავის დატვირთვას აძლევს აღდგომის დღესასწაულს. მოგიხსენებათ ქრისტიანული სამყაროს ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთი აღდგომა ფართოდ და მასშტაბურად აღინიშნებოდა საქართველოს ტრადიციულ ყოფაში. თავისებური ლოკალური ვარიაციებით ერთმანეთისაგან მცირედით განსხვავდება საქართველოს ამა თუ იმ მხარეში შემონახული რიტუალები და წესჩვეულებები, მაგრამ არსი და ის უდიდესი სიხარული და საზეიმო განწყობა ერთიანია მთელი საქართველოს ქრისტიანული მოსახლეობისათვის. ერთი ასეთი ჩვეულება კვერცხის წითლად შეღებვისა ძველი დროიდან მომდინარეობს. არსებობს გადმოცემა, რომ მის თანახმად მაცხოვარმა ამაღლებამდე თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად მარიამ მაგდალინელიც გაეშურა, რომელმაც აღმდგარი მაცხოვარი პირველმა იხილა. იგი რომში იმპერატორის სასახლეში მივიდა. იმპერატორ ტიბერიუს საჩუქრად კვერცხი მიუტანა და ახარა. ქრისტე აღდგა. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა. როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო? ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო. იმპერატორს სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომას წითელი კვერცხებით ეგებებიან. კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო. იქიდან ჩდება ახალი სიცოცხლე. ალბათ ფორმითაც რაღაც სამყაროს მოგვაგონებს. ალბათ ამიტომ აირჩიეს კვერცხი. და ღებავენ წითლად, იმიტომ რომ ეს სიცოცხლე კაცობრიობას მისცა მაცხოვარმა თავისი ჯვარცმით, თავისი სისხლით გამოგვისყიდა. და ფიქრობ, რომ ეს კვერცხი შეღებილი წითლად არის სიმბოლო კაცობრიობის გამოხსნისა მაცხოვრის სისხლით. სიმბოლური დატვირთვა აქვს მარადიულობის სიმბოლოს, შეღებილი კვერცხის ჯეჯილში ჩაწყობასაც. რაღაცა მაცხოვარმა თქვა, რომ მე უნდა მოვკვდე, რომ მე აღდგა, ანუ თესლი მარცვალი ვარდება და მე ამოდის იქიდან პურის თავთავი და მე ამ პურის თავთავებისგან წხვება პური. და ჯეჯილი არის ამის სიმბოლო, რომ ჩვენ ესე იგი უნდა მოვკვდეთ და აღდგეთ ქრისტესთვის. მოყოლებული ბზობის კვირიდან ყოველი ოჯახი აკეთებდა ლამაზ სარიტუალო პატარა ლანგარზე ჯეჯილის დათესვის ტრადიცია არსებობდა. ერთი კვირის მანძილზე ჯეჯილი უკვე ამოიწვერებოდა და ის აღდგომოდ მზად იყო, მასში წითელ კვერცხებს ჩადებდნენ ხოლმე. აღდგომის ერთ-ერთი ტრადიცია, არტოსის კურთხევა, მოციქულთა ეპოქასთანაა დაკავშირებული. მაცხოვრის ზეცადამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ უფლის სიტყვები. აჰა, ესე რა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ. იქ სადაც მაცხოვარი იჯდა. არტოსის, ანუ წმინდა პურის აღდგომის დღესასწაულზე კურთხევაც აქედან მომდინარეობს. მეკურთხი პური აღდგომიდან ბრწყინვალე 7 დეულის განმავლობაში საკურთხევლის კარის წინ დევს, ხოლო ამაღლებას ის ნაწილდება და ბრელს ურიგდება. არტოსის ტრადიცია ოდნავ გადასხვაფერდა საქართველოს იმ მხარეებში, სადაც ისტორიული ალბედობიდან გამომდინარე ბოლო წლებში ოფიციალური წირვალოცვა არ სრულდებოდა. ამიტომ აქ მოსახლეობამ მიაგნო შემდეგ გამოსავალს. იქ სადაც არ იყო ეკლესია მოქმედი, მოსახლეობამ გამოყო სპეციალური სახნავ-სათესი მიწები, სადაც ითესებოდა მოსავალი კონკრეტულად ეკლესიისთვის შესაწირი. და აი ამ მიწაზე მოწეული ხორბლისაგან წყებოდა არტოსისათვის განკუთვნილი პური და ამასთან დაკავშირებით საინტერესო ერთი ხალხური ტრადიციაც. ვინაიდან წირვალოცვის შეწყვეტას მოჰყვა საეკლესიო ატრიბუციის გაქრობაც
ტრადიციულ ყოფაში, მოსახლეობამ ერთგვარ გამოსავალს მიაგნო. ადგილობრივ დაიწყეს სეფისკვერის საბეჭდავი ფორმის გამოჩარხვა, გამოთვლა და უკვე საოჯახო პირობებში ხდებოდა აი ამგვარი სეფისკვერის ხახალხურებული საბეჭდავებით სარიტუალო პურების დაბეჭდვა. ხევსურეთში მაგალითად ასეთ ელემენტს საჭვრეთელი ერქვა და საახალწლოდ ხდებოდა და ასევე სააღდგომოდაც დაბეჭდვა დაჭვრეთა შესაწირავი პურებისა, ქადეულებისა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომის დღესთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე საუკუნეა ტკბილი დამცხვარი პასკა ცხება. მაცხოვრის აღდგომის შემდეგ პასკა, ისევე როგორც სეფისკვერი, თავისი ფორმით სეციური და მიწიური სამყაროს გამთლიანებას ნიშნავს. პასკაც იგივე სასუფეველის სიმბოლოა. ადრე იყო ეგვიპტიდან გამოსვლა ისრაელთა ერის, რაც იყო მათი გამოხსნა ეგვიპტის მონობიდან. დღეს ჩვენ მაცხოვარმა გვიხსნა სიკვდილის მონობიდან. მაშინდელი დღის აღსანიშნავად ებრაელებს ჰქონდათ დღესასწაული პასექი და მაშინ იყო უფუარი ცომისგან გაკეთებული პური. ხოლო დღეს რადგანაც ეს გამოხსნა არის უკვე საბოლოო და ჩვენ მოგვენიჭა უფლება რომ ღვთისშვილები ვიყოთ და შეგვიძლია განღმრთობა და ღმერთთან მარადიული ყოფნა, ეს არის უკვე სასუფეველის სიმბოლო პასკა. ამიტომაც ის ბევრად უფრო მშვენიერია, ბევრად უფრო შემკულია ყველაფრით პასკა. აი ამ ფორმატის პასკა, რომელიც დღეს ყველა ჩვენგანის ოჯახში შემოგზანდება ხოლმე სააღდგომოდ, სავარაუდოდ აი ამ ფორმატისა მე-19 საუკუნეში ვრცელდება მთელ მსოფლიოში და იმ დროიდან მკვიდრდება საქართველოს ჯერ ქალაქის ყოფაში და შემდგომ უკვე სოფლის მოსახლეობის ყოფაშიც დაიკავა მან აი ესეთი ადგილი. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ამან დაკარგა ტრადიცია ადგილობრივი სააღდგომო ნამცხრობის დამზადებისა. თუმცა აი გურული ღვეზილი ვიცით რომ დღესაც მზადდება და ის არათუ გურიაში, არამედ ქალაქებშიც დამკვიდრებული არის საოჯახო ყოფაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში ჯერ კიდევ ცხება პურეულები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები აცხობდნენ. საქართველოს ტრადიციულმა ყოფამ შემოინახა სხვადასხვა საპასექო ნამცხრობის ქადების დამზადების ტრადიცია. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო არის ხევსურული ტრადიცია. ხევსურეთში აღდგომას აღსვების დღესასწაულსაც უწოდებდნენ და ამ დღისათვის ცხებოდა სპეციალური დიდი ზომის ქადა, რომლის მხოლოდ გარეშემოწერილობა იყო განსაკუთრებით დიდი და მას ერთი ადამიანი თავის ჯვარში ხატში ვერ აიტანდა. ამიტომ ამ სპეციალურად გამოცხობილ ქადას აღდგომის წირვის დაწყების წინ რამდენიმე ადამიანი სპეციალურ ხის ტოტებზე დააკრავდა და ესე საპატივცემულო დააბრძანებდნენ ჯვარში. ხდებოდა ამ ქადის შეწირვა ხატში და შემდგომ მისით უკვე გაიტეხდა პირს, გაიხსნილებდა ჟამის წირვის დასასრულს ყველა მოსახლე. აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება ასევე მრავალი სხვა სახალხო ზეიმი და წეს-ჩვეულება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრადიცია, რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ახლავს, ეს არის ჭონის შესრულების ტრადიცია. აი ისევე როგორც შობას სრულდება ალილოს ტრადიცია და შესანიშნავი ეთნომუსიკალური ფონი ახლავს ამასთან, ასე აღდგომას ახლავდა ჭონის ტრადიცია. რამდენიმე საგალობლისმცოდნე ახალგაზრდა მამაკაცი ბიჭებით შეიკრიბებოდნენ, ჭონას გალობით ჩამოუვლიდნენ მთელ სოფელს, მიულოცავდნენ აღდგომას ყველა ოჯახს და ყოველი ოჯახის მასპინძელი მათ სააღდგომო ნუგბარით დააჯილდოვებდა, რომელიც იკრიბებოდა და საღამოს ერთიანი ტრაპეზი იმართებოდა თავისი მთელი სიხარულის გამოხატულებით. აღდგომის დღესასწაულს ქართველები არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ თავის მიცვალებულებსაც უოცავდნენ. უშუალოდ აღდგომას წირვალოცვის შესრულების შემდეგ, როდესაც მოსახლეობა ნაკურთხი იკურთხებოდა შესაბამისი ატრიბუციები და მოსახლეობა გაიხსნილებდა, აი ამის მერე მოსახლეობის ერთი ნაწილი გადიოდა საფლავებზეც, სადაც ძირითადად ეს მაინც დამახასიათებელი არის ბარის რეგიონებისათვის, სადაც ამ დროს ყველა თავთავის მიცვალებულს მოიგონებდა და მათ მიულოცავდნენ აღდგომას და ძირითადად მაინც საქართველოს მთიანეთში საფლავებთან აი ამ საზეიმო ტრაპეზის აღნიშვნა და მიცვალებულთა მოხსენიება აღდგომის მეორე დღეს სრულდებოდა ორშაბათს დღეს.
აღდგომის დღესასწაულს კიდევ მრავალი ჩვეულება უკავშირდება, რომლებსაც ფესვები შორეულ წარსულში აქვთ გადგმული. აღდგომის დღესასწაული ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტიანებისთვის და ყველაზე დიდი სიხარული, გამარჯვება სიკვდილზე და მარადიული სიცოცხლე, რომელიც კაცობრიობას მისცა მაცხოვარმა. გილოცავთ აღდგომა სუფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი. ქრისტე აღსდგა.